საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში სოფელ დიცის, არბოსა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა. მისი განცხადებით იმისთვის, რომ ამ სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და მოსახლეობას წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდებოდეს, არბო-დიცის სატუმბის სადგური 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქამდე სოფელ დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კიხვი ვანათის სარწყავის სისტემით ირწყვებოდა. სატუმბის სადგური იმუშავებს შემდეგ რეჟიმში, დამატებით ჩაირთვება ტუმბო და დღის საათებში 3 ტუმბო იმუშავებს, რომ სოფელს წყალი მიეწოდოს. ღამის საათებში 2 ტუმბო იმუშავებს და ერთი სიგრძალის ტუმბო დაემატება. შესაბამისად, მოსახლეობამაც უნდა დაიცვას გრაფიკი, რომ მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს ის რაოდენობა წყალი, რასაც სატუმბის სადგური მიაწოდებს ამ სოფელს. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელობა ბრძანდება მოსახლეობასთან. შეთანხმება მოხდა, რომ დამატებით ჩაირთვება ერთი ტუმბო, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის რაოდენობას წყლის და თვითონ მოსახლეობა უზრუნველყოფს ამ წყლის გადანაწილებას. სამოსულები იყვნენ მელიორაციის სამსახური, შევთანხმდით სამივე სოფლის მოსახლეობა, რომ სამ მატორს ჩაგვირთავენ. იყო ჩართული 2, არ ავყოფილდა და მესამეს დაგვიმატებენ. პრობლემა აღარ გვექნება, სამივე სოფელი დავკმაყოფილდებით და მოვწყობთ ჩვენ ნაკვეთებს. გივი ჯალაბაძე, ქორდი.